მივესალმები ჩემს ვიდეო მაყურებლებს, ჩემი არხის გამომწერებს და მინდა დღევანდელ ბლოგში უპასუხო კოლექტიურ მოღალატეებს. ცოტა ამბიციური ის კი არის, რა ქვია, სიტყვა უპასუხო, იმიტომ რომ ეგენი რეალურად პასუხის ღირსი არ არიან, მაგრამ ეს პასუხი ალბათ იმათ ეკუთვნის, ვინც მეგრული ენის ტყავში შემძვრალი საქართველოს ემტერება და ქართული ენას ემტერება და პრეტენზია გამოხატეს თურმე ამ ნაძირლებმა არ მოეწონათ სიმართლის თქმა აქ პირდაპირ ეთერში, რომ მხილება მიდის კონკრეტულად იმ ჯგუფის, რომლებიც დღეს აგერ სამეგრელოში ჩაბუდებულები სეპარატისტულ გრძნობებს აღვივებენ და აღვივებენ რაღაც შემთხვევით კი არა, აგერ კონკრეტული სახელი და გვარია იური ღვინჯილია, უკაცრავად ხო, იური ღვინჯილია, რომელიც აგერ მთელ ქართველ ერს გვიძახის ოკუპანტს და ჩვენ ყოფილვართ თურმე მეგრელების გენოციდის მომწყობი და აი ბევრ ასეთ სისულელეს ამბობს და ამას კიდე თავი დაანებეთ ამ იდიოტურ სინქრონს ყავს თავისი შემოქმედები, რომელიც არის ვიღაცა ეხლა ახლა ცნობილია ეს გვარი მერთო მაპატიე და მაპატიოს ამ გვარის ღირსეულმა წარმომადგენლებმა, მაგრამ ძალიან ცუდად გამოიჩინეს თავის საქართველოს უახლოეს ისტორიაში ამ მიზორიებმა რა. აი ჯამოთვლი მაგალითად ვიღაცა ყოფილა ესეთი ედე მიზორია, ყოფილა კი არა მეცნიერს უძახიან თურმე, მეცნიერია კაცო მეგრელი. ხო და ეს აგერ ჯუნბერი იზორია ყავთ კიდე ესეთი და აგერ კიდე ლევან იზორია ცნობილი მოღალატე ჩვენი ქვეყნის და დამქცევი თავდაცვის სამინისტროს და ზოგ ეს გაერთიანება რა საკმაოდ მსხვილი ჯგუფია რა მოღალატეების და იქეთ კიდე არიან აგერ 100 კაცის ხელმოწერა გვაქვს აგერ ის იძახის რა ქვია ეს ფედემიზორია და ახლა მოთხოვნები ქონიათ რა პლუს ამას და ამ ტიპებთან ერთად იმყოფება კიდე ვიღაცა მუტუ ასეთი ტელევიზია არ ვიცი ახლა მუტუ კუტუ თუ რა ვიცი რა ქვია მარტვილის ტელევიზია თუ კასპის ტელევიზია თუ რა დაარქვეს ვერ გეტყვით მე ახლა აბრევიატურებს დიდად არ ვიცნობ მაგერის ენაზე მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვიღაცა ვიცი რა ბუკია ირაკლი ბუკია თუ არ ვცდები ხო და ერთად მიდიან და იძახიან რომ თურმე რა ის სეპარატიზმი, რისი სეპარატიზმი მე ვყოფილ ვარ თურმე ამგენისთვის ბრალის დამდები და სადამ აქ თურმე მასალები იმისი რომ აგერ ამგენს ქვეყნის ღალატში დავდო და თურმე იმაზე არიან კიდე ანთებულები რომ თუ აქვედან ბილდ სიტყვაობ კი არა დედა გაქვთ მოსატყნავი ყოველ დღე და ყოველ საჭი თქვენ როგორ უნდა დადიოდეთ ბიჭო საქართველოში ასე ჩვეულებრივ საქართველოს ქუჩებში როგორ უნდა გადაადგილდებოდეთ თავისუფლად როგორ უნდა გადაადგილდებოდეთ თქვენ ეს დაჯგუფება რომელიც კოლექტიურად უძახის ჩვენს ქვეყანას ოკუპანტს და ამ ქვეყანაში ცხოვრობენ საქართველოში და საქართველოში მოყვანილ პურს ჭამენ და იძახიან ჩვენ ლაზები ვართ ჩვენ მეგრელები ვართ ჩვენ როგორ აიცი მეგრელებს ქართველებს არ უძახიან გაყოფილი აქვთ მეგრელები არიან თურმე მეგრელები და ქართველები ყოფილი ვართ თურმე ქართველები და უცი როგორ ამბობენ ქართუ ასე უძახის ეს მეცნიერი ლევან იზორიას მეგობარი და ნათესავი ეს ედემიზორია ის ედემი მოვტყან სადაც შენ გაიზარდე რა ყურები გაქვს დასაჭრელი ჩვეულებრივ რიგითად ყურები ახლა გადმოწერე ეს ბლოგი რამდენჯერაც გინდა დაამონტაჟე მაგათ იმას ველაპარაკები რა ქვია მუტუ ტელევიზიის დირექტორი როა ის ვიღაცა ჟღურტულებს იქ პროჭულენაზე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით რა მაგი არ არის მეგრული რასაც შენ ლაპარაკობ პირდაპირ გეტყვი არ შეიძლება მეგრულ ენაზე ქართული ენის საწინააღმდეგო რამე ითქვას არ შეიძლება მეთქი გეუბნები შენ არ ახარ არც მეგრელი არ ახარ შენ არც რაჭველი არ ახარ შენ არც სვანი არ ახარ და საერთოდ შენ არც ქართველი არ ახარ რა შენი დედას შევეცი და გამომდგარა იქედან და იმას ლაპარაკობ თურმე ჩემი ბილდ სიტყვაობა არ მოსწონს და კაცო რაშია საქმე ვეკითხები საქართველოს უშიშროებას რა გასაგებია რომ თქვენ ადამიანები არ მოგწონთ გასაგებია რომ თქვენ მოღალატეებად მიგაჩნიათ ხალხი ვინც თქვენი პოლიტიკური წყობის წინააღმდეგ გამოდის მაგრამ ნუ ასეთ ტოტალურ ღალატში ხარ ჩაბმული ქვეყნის წინააღმდეგ რომ ასეთ სეპარატისტებს
აძლევთ იმის უფლებას ერის და ხალხის კულტურის წინააღმდეგ რამე აკეთო? მე რა უნდა ვთქვა, აგერ გამოდის მისი მოგვარე, მეცენად მეცნიერია, ლევან ღვინჯილია და ამბობს, რომ მეო მიწოდაო ნამეგრელარი ქართველი. და კარგად განმარტავს იქ თავის სიტყვაში ამ რამოდენიმე იდიოტის გულისთვისო, მეეო შეურაცხყოფაო ადგებაო მეგრელებს, ზოგადად მეგრელებს. და ვინც უყურებს ახლა ამას ან მოგვიანებით შეხედავს, მინდა რომ აბსოლუტურად გამიჯნოს ჩემი ეს საუბარი მაგაცე და ზოგადად სამეგრელოზე და მეგრელებზე რა. მე ძალიან ბევრი მეგრელი მეგობარი მყავს, ძმაკაცი მყავს, არ ნაცხოვრები სამეგრელოში და მე მიმაჩნია რომ მაგაზე ლაპარაკი რომ ახლა აქ რაღაცა ხოტბის იმაში ვილაპარაკო, რა ქვია, ფორმატში რა კაია სამეგრელო, იმიტომ რომ ვიღაცამ რაღაცა ცუდად არ გამიგოს, მაგის სირცხვილად მიმაჩნია. რა ვინმე თვლი ის რომ სამეგრელო საქართველო არ არის? ვინმე ამგენის გარდა კიდე რამდენი ნაბუზურის ხელმოწერაა კამედემიზორიას, რომ ქართული ენის საწინააღმდეგოდ იმოქმედოს, იმუშაოს. იმიტომ რომ ეგენი მუშაობენ. და დაუჯენია იქ ბუკიას მარტო მუტუ ტელევიზიის შემქმნელს და ელაპარაკება, აბა ბატონო, მოყევით ახლა თქვენ ქართული ენას რო აუქმებდნენ, როგორი გმირული საქციელები ატარეთ. რა გმირულ საქციელებზია ბიჭო ლაპარაკი, იმას ითხოვს ეს კარგ მოწყნული სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ქართულ რეგიონალური ენა მიეცითო, მე აღიაროთ ესო სტატუსის მიხედვითო და მეგრულ სახელმწიფოებრიობაზე ლაპარაკობენ და აქტს აკეთებენ მეგრული სამეგრელო სახელმწიფოებრივი იმისი აღდგენის. აი მე ღამე არ მძინავს ამას რო უყურებ რა, ოღონ მართლა გეუბნებით იმ დონეზე, აი როგორ გითხრათ, იმ დონეზე მაწუხებს ეგ საკითხი, ხო, მე მიმაჩნია, რომ მე რატო საქართველოში რო ვიყავი, ამათი მოძრაობა ასეთი აქტიური არ იყო, ესენი ასე არ გამოდიოდნენ. რაღაცა პროჭულად იპარებოდნენ, შემჩნეული კი მყავდა, მაგრამ ამ დონეზე ესენი თავის თავს არაფიქსირებდნენ და არაიდენტურობდნენ. საქართველოში იქ რო ყოფილიყავი, ჩვეულებრივ შემომაკვდებოდნენ ეს ბოზიშვილები ხელში. სულ რაღაცას ეფარებოდნენ, სულ რაღაცით გამოდიოდნენ და ეხლა რა სიძახის, იცი? თქვენო ევროპა რო გინდათო ევროპა. ევროპაში კულტურისო შენახვაო და ცივილიზაციის და ენისო და ეთნოგრაფიისო შენახვაო ასე ხდებაო, ასე, აბა როგორ ხდება? ეს დემიზორია გვეუბნება ამას, უნდა მიიყვანო ბასკეთში, ესპანეთში. ხო ევროპაა ეგა. და უნდა ანახო, აი იქ უნდა ჩაიყვანო და ბასკეთის სახელმწიფოებრივი დეკლარაციის აქტზე უნდა დააწყებიო ლაპარაკი და რო ჩამოვა ესპანეთის განსაკუთრებულ დავალებათა ჯგუფი და ტრაქში შეკთხრის დუბინკას და მოგჯაგლეწავს და გამუტელებს და დედას მოგიტყნავს, მერე გაიგებ როგორი არის ესპანეთის წინააღმდეგ მუშაობა. ხო ევროპული ქვეყანაა, ხო დემოკრატია, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ესპანეთი თუნდაც არალიბერალური სახელმწიფო. ასე უფრთხილდება ბიზია ყველა წესიერი და ძლიერი ქვეყანა თავის სახელმწიფოებრიობას. და ჩვენ ვინ გვყავს კაცო, აგერ ტიპი გამოიყვანეს ლაპარაკ ჯერ ის ვიც ვერ გაურჩევია რა. მეო კაცო, ჩვენო რეგიონალური ენის სტატუსაც არ გვანიჭებენო, ჩვენო მეგრელებსო. ეს ყოფილა ესენი ყოფილა თურმე მეგრელები. ეს ქვეყნის მტრები. მეგრელებიც დაირქვნენ თურმე ამგენმა. ჩვენო კაცო, კახური შეეშალა, კოლხური შეეშალა, კახურში, კახური თქვა. ჩვენო კოლხური კახურიენაო, ჩვენო მაგარიენა ვართო და ახლა თუ უმთავრესი ენის სტატუსს არ მოგვანიჭებენო, ჩვენო მეგრულსო, რატომო რეგიონალური ენის სტატუსს არ გვანიჭებენ? ჯერ უნდათ რეგიონალური ენის სტატუსი. მერე უნდათ ისა რა ქვია, სახელმწიფოებრიობა უნდათ თურმე. და მერე დედაქალაქს გამოაცხადებენ ზუგდიდს. დამწერლობა არ აქვს, მაგრამ ედემიზორია შექმნიეს დამწერლობას. იშღურტულებენ ასე პროჭულად, ეს დედამოწყნულები ესენი. და თავდაცვის მინისტრად დაუძახებენ ლევან იზორიას, შინაგან საქმეთა მინისტრად გახარიას. და ეყოლებათ და მაგრები იქნებიან ესენი და შექმნიან თავისუფალ სახელმწიფოს და აფხაზეთსა და საქართველოს შორის იქნება მარგალიონების სახელმწიფო. ჩვენო მარგალიონები ვართო. სადა ხართ სახელმწიფო უშიშროების სამსახური? მე თქვენს დედებს შევეცი, დაწყებული თქვენი ხელმძღვანელიდან ის პლასტიკური ბარათების მეჭდავი რო ყავს ივანიშვილს. საზის ღარიტი პირუ არის ის.
ყველაფერში გასული და გარეული ტიპი რო არის ის ლილუაშვილი. აი იქედან დაწყებული ამ მიმართულებაზე, რომელიც მუშაობს მაგ დეპარტამენტში უშიშროებაში ყველას დედებს შევეცი თქვენსას პირში. თქვენ ესე დოკუმენტალურად წინ გიდევთ და თქვენ ამაზე რეაგირებას არ აკეთებთ. ბიჭო, გიორგი ჭელიძე დაიჭირეთ იმის გულისთვის, რომ თქვენ პოლიტიკურ ყლეობებს ხელს უშლიდა და გამხელდათ უსამართლობაში და 1000 სიმახინჯეში. და 3 წელიწად ნახევარი კაცი არაფრის გულისთვის ყავდათ ციხეში. და ეხლა ხან ირკვევა თურმე ის ტყუები, რომელიც ჩაულაგეთ ლეგალურად იყიდება მაღაზიაში. ეს კიდე სხვა საკითხია. და ეს პროჭები აგერ ქვეყნის ღალატს ახორციელებენ პირდაპირ ეთერში. ითხოვენ სამეგრელოს დამოუკიდებლობას, გვეძახიან ოკუპანტებს, გვეძახიან გენოციდის მომწყობებს. საქართველოში ცხოვრობენ, ქართულ პურს ჭამენ. ჩვენი ძირის გამოთხრა უნდა და თქვენ დუმხართ და არაფერს არ ამბობთ. არ ვიცი ძმაო, მალადეც თქვენ მაგარი გაგიბერიათ და ვიღაცამ ბიძინა ივანიშვილის შვილს ამ ბერას, ან გვანცას, ან ცოტნეს, ან ის უფროსი რო ყავს, რო დედის მუტელი შეაგინოს, იმას გადაეფარება უშიშროების მინისტრი საკუთარი ცოლის საშოთი და სახელმწიფოში ამხელა დირკა რო არის და გარღვევა არის, ამას პასუხი არავინ არ უნდა გასცეს. ჯერ ერთი მე რა უნდა ვთქვა იმაზე უკეთესად, ვიდრე მურმან ლებანიძემ უთხრა ამათ რა. როგორც მდინარეს რიონთან ნიორს, სიორთან ნიორს არავთან არ აქვს, ასევე ენას ქართულთან მეგრულს ხმა მოიყოს უფლება არ აქვს. და ამაგამგენმა ვეფხვის ტყაოსანი თარგმნეს ქართულად. ვეფხვის ტყაოსანი. არ ვიცი, მე მოგისმენია თუ არა, როგორ უნდა აკადრო შენ თავს მე ხა ამას უყურებ უსაფრთხოების კუთხით და იზოლებული გავხდი შემეხედა რა. ამ ყველაფერს საზიზღარი მოსასმენი. და შეურაცხყოფელი ჩვენი მთელი ერისთვის. შეურაცხყოფელი ჩემი მთელი ქართველი ერისთვის. ახლა მე რა უნდა ვთქვა, აგერ არის ლევან ღუნჯილია და იცის და ენათმეცნიერია და კაცმა თქვა იმას, რასაც წერენ, თვითონ როგორც ასეთი მეგრული ენის თვალსაზრისითაც არის სრული ნონსენსი, იდიოტობა. და ვიღაცა გამოსულა ეგ საფუძველო პირი ეთყობა იმისი, რა ქვია, ჯაღმაიძის ხელდასმულია ვიღაცა ნაბიჯვარი და მეგრულად დაუწყია წმინდა წერილის თარგმნა. თქვენ ბიჭო შიგა გაქვთ ამის დედაშევეცი? როგორ არ უნდა გაგინოთ, გინება თქვენთვის არის ყველაზე შესაბამისი და ყველაზე სუსტი ფორმა თქვენი მხილების და თქვენი შეურაცხყოფის. კანონი არ მუშაობს. კანონმა რო მოგხედოს. აბა ვინ უნდა მოგხედოს? აბა როგორ დაიწყეს ეს აფხაზეთში სეპარატისტული მოძრაობა? აბა როგორ დაიწყეს ცხინვალში სეპარატისტული მოძრაობა? მეტნაირად კერ დაუწყიათ ეს? აი ზუსტად ასე დაიწყეს. ქართული ენის შეურაცხყოფით დაიწყეს ეს ყველაფერი. სკოლაში ითხოვს ეს პროჭიაშვილი, ეს ჯუმბერ იზორია, აი როგორ არის, იცი? ვითომ პასუხი გამცა. და რო შევხედე ხა ასაკის კაცია და გულზე მომხვდა, იმიტომ რომ უნდა ღირდეს რა პასუხა ჯერ ერთი ვისაც ასე გამოყლევებულია ეს გამოსირებული, მაგრამ ის ისეთი გამოსირებული იქნებოდა თავის ახალგაზრდობის პერიოდში, იმას რომ დაუჯდება ვიღაცა ბუკიას გვერდზე, ამას რო შეხედავ ჩამოყალიბებული კაცის ისა აქვს შეხედულება ამ ვიღაცა ბუკიას და თავიდან ბოლომდე პიტალოა. და მეო თუ ენა მაქო, მეო თუ მეგრული ენა მაქო, ვინ დამიშალაო, მე მეგრული ენაზეო, ლოცვაო, ისაო, რა ქვია, ვეფხვის ტყაოსნის კითხვაო, თარგმნაო. აქედან მინდა მიუბრუნდე ამ გამოსირებულთა ბანდას და რომელი დამწერლობით თარგმნით, თუნდაც, ხო, თარგმნი, რომელი დამწერლობით თარგმნი, მეგრული ენით და ქართული დამწერლობით? თქვენ ბიჭო ხარ გამოყლებდით. არ ჯდება ეს არანაირ ფორმაში, რასაც თქვენ აკეთებთ, თქვენი მოღალატე დედები ვატირე თუ არა. მაშინ აგერა, მასე თუ მიდგება ლაპარაკი, აფრიკაშიც არის, აბორიგენული ტომები ლაპარაკობენ, მაგრამ დამწერლობა არა აქვს. თქვენ რა, თქვენ თავს მაგის დონეზე დაიყვანთ? გეკითხებით. ხო არ დაიყვანთ? ხო არ დაიყვანთ ასეთი ლოგიკით? როგორც ენა სვანური, როგორც ენა მეგრული, ესენი არის წინარე ფორმაციები ქართული ენისა. ასე მოხდა ფორმირება ჩვენი ეს ქართუებადი რომ გვიხსენიებ შედედა მოწყნო, ასე კი არ არის. ვინ მოგცა ჯერ შენ ეს ენა
შენ ვიღაცა იდემიზორიას, ვიღაცა ირაკლი ბუკიას და თქვენ მოღალატებს, თქვენ პროჭიაშვილებო, რომ თქვენ ლაპარაკოთ, რომ ენა ჩვენია და რასაც გვინდა, იმას ვიზამთ. მასე თქვენ სამხაზებმა მიწა ჩვენია და რასაც გვინდა, იმას ვიზამთ. და მეორე დღეს ის მოკლეს. სასულიერო პირი მოკლეს ქართველი იქ, იმიტომ რომ მიწა მაგათი იყო. და ასე უნდათ რომ გაეკეთებიათ. და გადის ამდენი წელიწად და რამ მდგომარეობაში არიან პირველ რიგში ეთყობა მათზე უკეთესად არავინ არ იცის ეს ყველაფერი. და მე ამას ტკივილით ვეხები, მითი კი არა რომ დაცინვით და რაღაცა. არა. და ჩვენი ბრალიც იყო. ჩვენი ყველასი, რომ ეს პროცესი აქამდე მივიდა და ეხლა თქვენ უყრით ამას საფუძველს, რა დრო იხელთეთ? მოვიდა ივანიშვილი და იქეთ სააკაშვილი გიწყობდათ ხელს, იმიტომ რომ მეგრელებში კარგად გროვდებოდა მისი მხარდამჭერი ხმები, სანამდე საერთოდ ტოტალურად დედა არ მოეთხოვნა და მაგითო? ჩაყავდა სანდრა მენგრულად მღეროდა და რა ფორმით უნდა იყო შენი ქვეყნის მოღალატე, მე არ მესმის, რომ ასე გამომყენებლურად მიუდგე ამ ყველაფერს, კაცო. ხო, არ ვიცი. მე ბიჭო, კიდე რაზე მწყდება, იცი გული, აი წერენ, გულახდილად გეუბნები, აი ქართული მე მაგას არ ვარჩევ, მაგრამ ვაგვირდები რა, წერენ, ვიღა აწერია აგერ მეგრული გვარი, ქართული სახელი და რუსულად წერს და მაგინებს. რუსულად წერს და მაგინებს და გამოდგება ესა მე ვიღაცა ბუკია და ამ თავიანთ ეგრეთ წოდებულ ახირებას, მე სხვა სამას ვერაფერს ვერ დავარქ, მე ვიტყვის რომ პრორუსული არ არის. რა მნიშვნელობა აქვს, სადაღურია, ქართული არ არის. თქვენი გამოხტომები, ქართული არ არის. მოღალატეობრივია, მტრულია, ჩვეულებრივი მტრულია, კაცო. მე ვითხოვ პასუხს. და ეს პასუხი ახლა რა არის, იცი, ამათგან რომ მოითხოვო პასუხი, ცოტა არ იყოს მართლა სისულელია, მაგრამ მე ვითხოვ პასუხს ნებისმიერი შეგნებული ადამიანისგან. და აბსოლუტურად ვემიჯნები ყველა იმას, რომ აი რომ მომწეს, რომ აი შენ კი ამას ამბობ, მაგრამ მეგრულად რატო ლაპარაკობ ასე და წაბაძვით და წაცინვით. ამას მით უმეტეს ირონიით შევხედავ, რატო იცი? მე ვლაპარაკობ კონკრეტულად ამ ჯგუფზე და ვინც ეთანხმებით თქვენ ვინც ეთანხმებით ამ ადამიანებს, რომ ქართველი ერი ოკუპანტია, რომ ჩვენ ვახდენთ მეგრელების გენოციდს, ოფიციალურად მაქვს დადებული ეს მასალები ამ ჯგუფის გამოსვლის, მე ამათ არ უყურებ რაღაც ცალკეულ ელემენტებს. ესენი არის საკმაოდ მსხვილი ჯგუფი და ყველაზე დიდი უბედურება რა არის, იცი, ამ ჯგუფს მყავს სერიოზული მხარდაჭერები. და ვინ არიან ეს მხარდაჭერები, ვინც არ ჩანან? აი ვინ არიან იზორიას, არის ლევან იზორია მაგალითად დღეს თავდაცვის ministrად რო იჯდა და ეხლა გერმანიაში რო საქართველოს ელჩია. თავის დროზე ვინ იყო? ბაჩანა ახალაია. ამათი ლოგიკით, ამათი ახსნით, ურმან ლევანიძე სამშობლოს მოღალატეა, ღვინჯილია ლევანი სამშობლოს მოღალატეა, დავით ნემსაძე მით უმეტეს. პატრიოტი ვინ გამოდის ამ ქვეყნის, იცი? ლევან იზორია, ჯუმბერ იზორია, რაღაცა ისდად გამჯუბერი იზორია, ბარელიეფული სტელა დადგა, მეგრულად დააწერა იმას ქართული ასოებით. და ქართული ოცნების წევრია, აი შენ დედას შევეცი ჯუმბერ იზორია რა, შენ დედას შევეცი. და ბევრი იქ გაუთვითცნობიერებელი ამ საქმიანობას უწონებს რა, ლაიქებს ურტყამს. სად არის ქართული ენის დაცვის კომიტეტი? აი ეს წულუკიანი, ეს პუტჩისტი მამიშვილი უნდა გამოათრიო, საკუთარი ქმარი რო იმაში უშიშროების პრემიაში იყიდა. ხო, ზუსტად ასე. უნდა გამოათრიო და დედის მუტელი უნდა მოუტყნა მის გულის. ახლა მე ვერ დავიწყებ აქ ამათ შემკობას, თქვენი ჭირიმე, ბატონო ედემ, ბატონო ირაკლი. ამათ რატო ქვიათ საერთოდ ქართული სახელები? ან რატო აქვთ ქართული გვარები რა? რატო აქვთ? რატომ არ არის საქართველოში სახელმწიფო თავის დონეზე, როცა ქართულ ენას ეხება ყველაფერი? დიდიერები როგორ დაეცა? ენის განადგურებით დაეცა. რა ენა წახდესო არ გაგიგონიათ? აი ზუსტად ამ ხალხზეა ლაპარაკი. ამ ხალხზეა ლაპარაკი, გამოდის იქ და მეგრულად ლაპარაკობს ქართული ენის წინააღმდეგ და იმას იძახის, რომ ისო რომ მე მეტი გერაფელი არ მინდაო. ტელევიზია მომეცითო მეგრულად.
ბავშვებსო სკოლაში მეგრული გაკვეთილები დაუნიშნეთო და პრესა მოგვეცითო და მეტი კი არაფერი არა, სახელმწიფოებრიობა, პრესა კონდეს, ტელევიზია კონდეს, განათლება კონდეს. აბა მეტი კი არაფერი არა, სახელმწიფოებრიობა. აი, ასე იწყება. ამას როგორც კი ეს ზღვარი გადავა, მით უმეტეს არ დაგავიწყდეთ ორი მიმართულებით, ვართ ოკუპირებული ხალხი. ერი მართლა ხალხი ვართ, ერი საღად დავრჩი 2.800.000 კაცია გამოყრილი ქვეყნიდან და ასე დემოგრაფიულ გენოციდში, რასაც ქართველები წავაწყდით, ესენი ითხოვენ ამობრუნებას ჩვენი იმისი, რა ქვია, მდგომარეობის. აგერ მე ადგებიან და ჩინელებს ჩამოასახლებენ, ჩინელები მოითხოვენ, მე აზერბაიჯანელები მოითხოვენ, მე სომხები მოითხოვენ, რატო არ მოითხოვენ? მეგრელები თუ გააკეთებენ, ამას ისინი რატო არ გააკეთებენ? აგერ გიგეთებს შენი ქართველი ამას და აზერბაიჯანელისგან და სომეხისგან მე რა უნდა გინდოდეს? მე კიც მოხდა ნინო წმინდაში ის ფაქტი, რომ სომხურ ენაზე ჩაატარეს სახელმწიფო ადმინისტრაციაში, მერიაში სხდომა. ამაზე მეტი ტრაგიზმი თქვენ წარმოგიდგენიათ სახელმწიფოსთვის რომ შეიძლება მოხდეს, მე მაგალითად არ წარმომიდგენია. ახლა გულახდილად გეტყვით ხო, ბევრი ამას ირონიულად უყურებს. მე არ უყურებ ამას ირონიულად. მე ძალიან მკივა ეს საკითხი. ძალიან სერიოზულად მკივა ეს საკითხი. და ნაცვლად იმისა მიდიოდეს ამაზე სისტემატიური მუშაობა და განათლების დონემდე დაყვანა საზოგადოებაში, რომ ეს არის სერიოზული მტრობა, პირიქით მიდის. აი მაგალითად რითი არიან დაკავებული ქართული ოცნების წევრები, როგორ ჩარიცხონ სპორტსმენების ბიუჯეტში, პირადად როგორ გადასცენ ფული, მე როგორ ეს თემა დაატრიალონ ეთერში, რა კარგია ქართული ოცნება, რო ასე წაახალისა ეს ბიჭები. ცუდი კი არა, მაგრამ ამას რო უთმობ ყურადღებას, ერთი თუ რამის სიკეთის გაკეთება გინდა, მიდი და ისე მიეცი მენუ გამაგებიებს, ხო? და მეორე თუ მაგებიებ ამ ყველაფერს და შენთვის სასარგებლოდ გამოყავს, შენ რა кайხარ იმნაირი. წადი და აგერ ეს ჯგუფი აღმოფხვერი. დათესე იქ ქართულის გამაძლიერებელი მიმართულება და მე დადექი და მე გაუკეთი ამას პიარი და მიიღე სახელმწიფოებრივი ზომები. მაგრამ ეს რო გააკეთოს, ეს ხო ბიძინა ივანიშვილის ტანში არ წავადა, ეხა თავარია ბიძინას ტანში წავიდეს ყველაფერი და საქართველოს არ მოწყლია დედის ტრაკი, მაგერის ლოგიკით. აი ეგ არის რეალობა. ეს არის სრული ჭეშმარიტება. ხო, ვისაც გინდა გაუსწორეთ თვალი, ვისაც გინდა თვალი არ გაუსწოროთ რა. აი ეს მოღალატეები ჯერ ერთი თავდაცვის სამინისტროში რომ მსახურობდი, ეს არ დაწყებულა დღეს და გუშინ. თავდაცვის სამინისტროში რომ მსახურობდი 2010 წელი იყო, ანუ როგორი თემა იყო, იცი? მინისტრი ახალაია. იქ რო შეგეხედათ. რომელი წელი იყო ზუსტად გეტყვი 2002 ხო, ზუსტად ვერ ვიხსენებ, მაგრამ მინისტრი იყო ახალაია. ესე იგი ყველა პირველი 5 კაცი მთავარი თავდაცვის სამინისტროში იყო მეგრული გვარის. და დანიშნული ყავდათ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ კუთხური ნიშნით. სპეციალურად იყო გაკეთებული, აი ეს მოღალატეობრივი ჯგუფი მოგროვებული იყო და ზუსტად სამეგრელოში ქონდათ ის სამალავები, იმიტომ რომ იქ ეგულებოდათ ისეთი ტიპები, ვინც ქართულ კაცს ტყვიას ესროდა. ანუ ეს არ ყოფილა ახალი ამბავი, ხო? და პირველი შეკითხვა რაც დამისვეს, ერთ გასაუბრებელს სანამ გამომიშვებდნენ თავდაცვის სამინისტროდან, აი ამ პროექტების დაპირისპირების და დედისთვის გულისთვის, შენო აქ თუ მიგრული ენა არ იცოდიო და კომპიუტერი არ იცოდიო, ეგ შენ რა გინდოდაო? ამათი დედა შევეცი, ამათი რა. ჩვენ რომ ამ ხალხს უნდა დავსდებდეთ და როგორც ექსტრაქციას უკეთებდეთ რა, ჩვენი უსაფრთხოებიდან და ჩვენი ქვეყნიდან, ეგენი გვიზიან სათავეში ამ დედა შევეცი. აი ეს არის რეალობა. გამოვარდება ის რომ მილიონების ქონება აქვს შეჭმული, განა პატარა ფული კი არ მოძრაობს კაცო ამად ბიუჯეტში. სერიოზული ფული, ეს ხალხსაგლია ფული თუ არა ქვეყნის გასაფუჭებლად და სიტუაციის გასაფუჭებლად, რომ ქართველი ერი დაზიანდეს, სერიოზული ბიუჯეტი მიდის. შემიძლია ესეთი რაღაცები დავასახელო ძალიან ბევრი. და ვიღაცას გული დაწყდება შენ რას ლაპარაკო, აბა რა ვილაპარაკო? რავი ლაკარგია ბიძინა ივანიშვილი რა ყველაფერი გლატკადალაგებული რა მშვენიერია და ასე ამ ასეთ რაღაცებს შევეხო, ხო თქვენ რო გესიამოვნოთ, ხო? თქვენ რო გაგიხარდეთ, ხო? მე ერთი პროკურორია ხან, მე ეს პროკურორი წავა მეორე მოვა, გაისეირნებს, მე მესამეს კუჭი ატკივდება იქ მნიშვნელოვანი საკითხები როა, მე ის წავა, მე სხვა მოვა და სიტუაცია არ იცვლება.
და ესე გადადის ეს ბოროტება ერთის ხელიდან მეორეს ხელში. კითხვას ვსვამ. ძალიან მარტივ კითხვას ვარ. რამდენი კაცი ხართ? კიდე ვინც ამ ედემიზორიას, ამ ვიღაცა ნათესლარ ბუკიას, ამ ჯუმბერ იზორიას, ამ ლევან იზორიას, ამ იურა ღვინჯილიას, აი ამ ნაბოზრების კამანდაში 100 კაცი რო ხართ, ვიცი? კიდე რამდენი ხართ? რამდენი კაცი ხართ? დასათვლელები ხართ თქვენ მაგ ბაზა, თქვენი ბაზა, მაგრამ კიდე რამდენი გამოჩდით, ბიჭო? დაგვენახეთ. ვიცოდეთ, კიდე გაგვიზიარეთ თქვენი იდეები სამეგრელოს დამოუკიდებლობის შესახებ, ამის შესახებ, იმის შესახებ და სვანებს თავი გაანებეთ, რა თქვენ დედებს შევეცი. სვანებს თავი გაანებეთ. როგორ აკეთებენ პროვოკაციულად, იცი თავიანთ გამოსვლებს ჩვენ მეგრელები კი არ ვითხოვთ, თუ ამასო ლაზური მეგრულ სვანური ენაო. და სახელმწიფო მოხაზეს თავის იმაში რა. თქვენ ვერ მანახებთ მე ვერცერთ სვანს და სვანეთში ვერცერთ კაცს. აი როგორ ამას ვეუბნები მე მთელ სამეგრელოს რა. რომელიც სვანეთის დამოუკიდებლობაზე ლაპარაკობდეს, სვანეთის ავტონომიაზე ლაპარაკობდეს. სვანს და ქართველს ცალ-ცალკე განიხილავდეს. ცნებას, როგორც ერს. და ამის შემდეგ აქედან ქართველს ოკუპანტს უძახოდეს. ხოდა მე გეკითხებით რა, თქვენ ღირსეულო მეგრელებო, ვინც ახართ, კაცებო. აი ეს დედამოწყნულები როგორ გამოგეზარდათ გვერდზე და როგორ აძლევთ ასეთ ნაბოზრებს გამოსვლის უფლებას. თუ მე იმ ქართველის დედა შევეცი, მნიშვნელობა არ აქვს, ვისაც მეგრული ენა არ სიამოვნებს რო ლაპარაკობენ, ან თუნდაც ვისაც სვანური არ ლაპარაკობენ. არ სიამოვნებს რო ლაპარაკობენ. მაგრამ ამაზე რა ვილაპარაკოთ? ამაზე რა ვილაპარაკოთ? როგორი ფორმულირება გაუკეთოთ ამათ საქციელს? ეს არის მეგრული ენის გამოყენებით ქართული ენის დანგრევის მცდელობა? მოგესალმებით ყველას, ჩემო კარგებო. რა ვილაპარაკოთ ამაზე? სეპარატიზმი არ არისო ესო. მაგრამ ნუნდებო სეპარატიზმშიო ბრალსო ეს ბიკი ყუფარია მეუბნება მართლა. თუთაშხიაში რო ბიკი ყუფარია მამაძაღლი. ეს ზუსტად იმნაირი. ასეთიო უზრდელი კი არა, სოლი გაქვს თავის ჩასარჩოში, დედა შევეცი მე. სეპარატიზმიო ხანდახანო შეიძლება გამართლებულიც კი იყოს. გესმით რას ლაპარაკობს? სეპარატიზმიო გამართლებულიც შეიძლება რო იყოსო. და ესო ევროპული ქმედება არისო. წადი ერთი, ხო კიდე გაგიმეორებ, წადი ერთი ესპანეთში და ბასკეთში მოითხოვე ის, რასაც საქართველოში იტყო. როგორ ევროპულ სტანდარტს შეეჯახები დამოუკიდებლობის ცენტრალური ხელისუფლებიდან. შენ დედა შევეცი მე და თქვენი 100 კაცი კიდე რამდენი ხართ? დათვლილი კი მყავხართ, მაგრამ ხო არიან ისინი, რომლებიც არიერ გარჩი ყავთ მაგ და არაჩენთ, გამოაჩინეთ, იმიტომ რომ ქართული ოცნების ყოფა დამთავრდება მალე. ესენი დიდი ხანი ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებენ. და როდესაც მოხდება ის, რაც უნდა მოხდეს, თქვენ იქნებით დათვლილები. მე არ გაშინებთ, არც გემუქრებით. მაგრამ თქვენ საქციელს აქ თავისი სამართლებრივი შეფასება და მაგას თქვენ ვერ აცდებით. მინდა გითხრათ. მაგ მოღალატეობრივ ქმედებას და თქვენ ხო იცახეთ რომ პრორუსულები არა ვართო, იმდენ თქვენ დედა შევეცი მე. პრორუსული დამოკიდებულება არა გვაქვს და პრორუსეთიდან დაგეგმილი არ არისო ესო და ასე შემდეგო, ხო? საქართველოს რომელ მთავარ წმინდა გეგმაში არის თქვენი საქციელი, რომელ ქართულ წისქვილს ასხამს ეს წყალს. გამოდით, მითხარით, ყველა სიტყვას წავიღებ უკან, ყველა გინებას წავიღებ უკან. რას ემსახურება? ეხა ის არ დამიწყოს ვინმე რა, მეგრული ენის გადარჩენა და მილიონზე მეტი კაცი არიან მეგრელები საქართველოს ღმერთმა ამრავნო. რა გადარჩენა უნდა მეგრულ ენას? ისე რომ რა გადარჩენა უნდა სვანურ ენას, კაცო. ამგან შიგ ხომ არა აქვს რა. წლებია მოდიან და მოდის და ეს ჩვენი აბორიგენული ეთნოგენეზისური ყოფა არის ჩვენი შემადგენელი ცხოვრების ქართველების და ამას 1000-ნაირი იზორიას გაივლის ქართული ენა
მეგრული ენა და სვანური ენა და იცხოვრებს და გადაგულახავს ჩვენ ყველას და ასეც უნდა იყოს და არ დაჭირდება ამას ვიღაცის მოტივად გამოყენება ჯერ რა ვერაგი უნდა იყო რომ ქართული ენის წინააღმდეგ მეგრული ენა გამოიყენო და მე ამაში სვანური ენა მოგინდეს რომ ჩართო როგორი მტერი უნდა იყო იმ მიწის იმ ხალხის იმ კუთხის სადაც შენ გაჩნდი და დაიბადე ეგ არის საქართველოს განათლების სამინისტროს ბრალი ეგ პირდაპირ დასაჭერია რა განათლების მინისტრები თქვენ თუ გონია თავდაცვის მინისტრზე ნაკლები ამოცანა აკისრია ქვეყანაში განათლების მინისტრს თქვენ ძალიან შემცდარ ხართ განათლების მინისტრს აკისრია უმთავრესი ამოცანა ვინც მიყურებს ძალიან ყველას ვთხოვ გააზიაროს ეს ვიდეო ბლოგი მოიწონოს იმიტომ ამას აქ არსებითი მნიშვნელობა რომ ბევრმა უყუროს რასაც ვლაპარაკობ დეტალურად ამაქვს ჩემ გვერდზე გადმოცემული მე ამათი საქციელი კონკრეტული ფაქტებით და ვლაპარაკობ ამას იმიტომ რომ ამდენად ეს პრობლემა აქამდე არ ჩანდა აი ახლა გამოვლინდა როდესაც საქართველოს დგას სერიოზული არეულობის წინაშე და იმყოფება თურბულენტობის ზონაში აი ისეთი გეოპოლიტიკური სიტუაცია არის საერთოდ ზოგადად ძალიან მძიმე ქვეყანაში და ამ არჩევნებს მოყვება სერიოზული დესტაბილიზაცია იმიტომ რომ ქართული ოცნება ავტოკრატიულად დააჯდა ხელისუფლებას არსად არ გადის და გამოდის გეუბნებით მე კიდე გიხსნით ამას არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო საქართველოს ჩატარებულ არჩევნებს არ ცნობს წარმოიქმნება სერიოზული არეულობის საბაბი დაიწყება შიდა დაპირისპირება და ამ დროს აი ეს ნაბოზურები რომლებიც აი სამართლებრივი შეფასების გარეშე ზიან ღალატობენ სამშობლოს და იმზადებიან არეულობისთვის თავის სახეს გამოაჩენენ მაშინ თავის სახეს გამოაჩენენ ზუსტად მაშინ, როდესაც ქართული ოცნება გადასული იქნება ხელისუფლების დაჭერით და დამტკიცებით. რომ არა, გინდა თუ არა მათ არ აყავთ ალტერნატივა, მაშინ ამოიღებენ მიწიდან იარაღს. და არა მარტო ერთს და არა მარტო ჩაფლუს და ჩამარხულს. ჯერ ლაპარაკობენ რბილად, თუ ამას რბილი ლაპარაკი ქვია, რომ სამეგრელო სახელმწიფოებრივი აღდგენის აქტი ეგ არის. ჯერ არ ვიცი მიაქციეთ ყურადღება თუ არა, როგორ აკეთებენ ამას, იცი? მარტო თვითონ კი არ უნდათ რომ იყონ ამის ინიციატორები. სვანები უნდათ ამ ყველაფერში ჩართო. სვანები. ვისეგულება საქართველოში სვანებზე მამაცი ერთგული გაუტეხელი ღირსების მქონე ადამიანები. და ამათი აყოლიება უნდა თავიანთ მოღალატეობრივ საქმეში. არა ძმაო, ჩემს საყვარელ კუთხეს მეგრელებს მიმართავ. ეს არის თქვენი მოსაშორებელია ეს ღორიშვილები. რა უყო ახლა მე გულახდილად გეტყვით, მე გავიდე და ჩემი მეგობარი როა და წლებია რომ ერთად მეგობრობთ რა. მეგრელები არიან ის ბიჭები დავდგე და ამათ გულისთვის ვაგინო. ეს თავში როგორ უნდა მომივიდეს? მე მოღალატე უნდა ვიყო. უნდა შევასრულო ზუსტად იქ გეგმა რა ბოროტი თესლით ჩადებულია ამათ ქმედებაში. ამათი ქმედება არის შიდა დაპირისპირების გაღვივება, შიდა მტრობის შუღლის წამოწვევა, გაღიზიანების ფონის შექმნა და ეს ზუსტად ჰიბრიდული ომის უმთავრესი ამოცანაა ესეთი მოქმედება. ეს ძალიან სწორად დაწერილი ტაქტიკაა. თანამედროვე ომებში ეს მეოთხე კლასიფიკაციის ტაქტიკაში შედის. ახლა ყველაფერს ვერ განვმართავ მე, არ ვლაპარაკობ დღეს ამ გლობალურ უსაფრთხოების განხილვას არ ვაწყობ, ხო? მე ვლაპარაკობ აი ამათ მანევრზე. ეს არის მანევრი. და ვინც ამის უკან არის, ის ვინც იმყოფება სტრატეგიულ დაზვერვაში და არ არის საქართველოში ნამდვილად, ხო? იმან იცის, როდესაც ეს პროცესი დამუშავდება, როდესაც აი ამათი ეგრეთ წოდებული განცხადებები, მიტინგები, ამათი გამოსვლები თავის საქმეს გააკეთებს, იმას სტრატეგიულ დაზვერვაში აუცილებლად ჩადებული აქვს ამის შემდეგ მოქმედების გეგმა. და როდესაც ეს მიაღწევს კულმინაციას და ეს იქნება ზუსტად კავშირში იმ გეოპოლიტიკურ მოცემულობასთან, რომელიც იქნება ზოგადად საქართველოში გლობალურად, ხო?
ის გამოიწვევს უკვე რეზონანსს. და ამას ქვია აქცია, სადაზვერვო ენაზე ჩატარებული აქცია, რომელსაც მე მოყვება გამოხმაურება და მივიღებთ მეორე აფხაზეთს, მივიღებთ აგერ მეორე ცხინვალს და ასე შემდეგ. კიდე ერთხელ ვიტყვი. ჩემო უსაყვარლესო მეგრელებო, ვინც ახართ? ღირსებით ჯერ როგორ რომელმა მეგრელმა დედამ უნდა აპატიოთ რა ამ ხვინჯილიას სიტყვა აპატიეთ რა ხვინჯილიას კი არა იზორიას ამ ედემიზორიას რა სიტყვა რომ მეგრელმაო დედებმაო ჩაიდინესო ყველაზე დიდი ღალატიო საკუთარ შვილებს მეგრულს არ ასწავლიან რომ სკოლაშიო ვიღაცამო ქართულში არ აჯობოს ბიჭო ეს არის იდიოტი რა ეს არის იდიოტი ჯერ ერთი ბავშვი რო იბადება რა ბავშვი რო იბადება იმას აქვს უნარი ავტომატიური უნარი რამოდენიმე ენა ითვისოს უნიკალური გარემო არის რა რეგიონალური მდგომარეობა საქართველოსი და ზოგადად სახელმწიფო ენა ქართული გეუბნებით ამას რა ჩემი შვილი კაცო 14 წლისაა და 4 ენაზე ლაპარაკობს ქონდა მას გარემო და მიიღო ეს შესაძლებლობა და რა პრობლემა არის ვერ გავიგე ისწავლო ენა დამწერლობის გარეშე იმიტომ რომ არ არსებობს არც მეგრული დამწერლობა და არც სვანური და ისწავლო შენი მშობლიური ენა ქართული რა პრობლემა რა შეგაწუხებს იქ დამწერლობის ტრანსკრიფციული მიდგომები შეგაწუხებს იქ აქსონტირება გამოთქმების ფორმები თუ გონება გადავა სხვაგან თუ ახალგაზრდა ადამიანისთვის რომლის ენის სწავლა არის არა მარტო ფუფუნება ესა გონების ფიზიოლოგიური ვარჯიში ყველას უნდა უხაროდეს თუ შენი შვილი რამოდენიმე ენაზე ლაპარაკობს მე მაგალითად მიმაჩნია სვანი ბავშვი რომელიც ლაპარაკობს სვანურად და ლაპარაკობს ქართულად ან გინდათ ქართულად და მე თქვით სვანურად და ასევე მეგრელი ბავშვი რომელიც ლაპარაკობს მეგრულად და მე ლაპარაკობს ქართულად გაცილებით წინ არის გონებრივი შესაძლებლობით ვიდრე რიგითი ქართველი რომელიც ლაპარაკობს მარტო ქართულად ანუ ქართველი რა რიგით სხვა კუთხის წარმომადგენელი რომელიც ლაპარაკობს მარტო ქართულად არის ამაში ლოგიკა და ამას რა პრობლემა აქვს ვერ გავიგე კაცო ვერ გავიგე მე ამას რა პრობლემა აქვს რა ეს ხო ხელოვნურად არის ყველაფერი შექმნილი ეს ხო ხელოვნურად არის ყველაფერი აფეთქებული და ეს ხო ამის გულისთვის ხო მიზანმიმართულად მიდის ეს ამის როგორ გითხრათ ამის ჰაიპირება მიდის ანუ დარეკლამება მიდის რომ ამ ყველაფერზე აქცენტი გაკეთდეს პრობლემა გვაქვს აღიარეთ თქვენ დედამ მოწყნულება უშიშროების სამინისტროში ვიღაცის დასჯა და დაჭერა და გაუბედურება კი არ მიხარია ბიჭო არის რაღაცა აუცილებელი ფორმები სამართლებრივი წესით გასატარებელი რომელიც უნდა გააკეთოთ იმიტომ რომ ვალდებულები ხართ რომ გააკეთოთ მაგრამ აგერ ახლა გულახდილად გეტყვით გუშინ წინ ასე ქვია უშიშროების მინისტრის მოადგილე ვიღაცა ბატიაშვილი გამოვიდა და იცით რას ამბობს ჩვენო მშვენივრად ვიცითო საქართველოსიო რომელი ქვეყნის აგენტი ვინ არის მაგრამ ჩვენ მაგას არ ვიჭერთო იმიტომ რომ კონცერტებს არ ვაწყობთო ანუ თქვენ წარმოგიდგენიათ რაზე არის ლაპარაკი სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე ვინცა მაგას ცოტა ხანში ვიტყვი მაგრამ რო აცხადებს იმას რომ მე აგენტს არ დავიჭერო ვინც ქვეყანას ძირს უთხრის იმიტომ რომ კონცერტად მიაჩნია ეს ყველაფერი ახლა თქვენ დაფიქრდით რა რომელ ქვეყნის სიძლიერეზე და საზოგადოებრივ აღმშენებლობაზე უნდა იყოს ლაპარაკი ჩაძირულები ვართ ბოლო დონეზე ვართ დასული всё ამის იქით ფსკერია ხალხო ამის ჩვენ ვართ ფსკერზე ოღონ მართლა გეუბნებით ამას ყველანაირი იმის გარეშე რა ქვია პათეტიკის გარეშე და ეს დედამოწყნული ეს ბატიაშვილი ამის დედა შევეცი მე საქართველოში რო ვიყავი 1000-ის მქონდა ამოღებული მასალა ამის დაბოზვარ ცოლის სახელზე 7 ანგარიში გახსნილი უცხოური მანქანები რამოდენიმე შეძენილი ფართები სავაჭრო ცენტრები სახლები მიწის ნაკვეთები და მაგრად იშოვება საქართველოს უსაფრთხოებაზე არა კარგია ხო კონების დაჭერა ხელში
კარგია ხო? ქართველი ხალხის გაუბედურება რა. მალადეც, მაო. მაგრად გაგიქაჩიათ, მაგრად მიგიღწევიათ. კიდე რას დაგავალებთ თქვენი პატრონი ივანიშვილი? კიდე სადამდე მოგთხოვთ წასვლას? არა, მართლა მაინტერესებს. საით უნდა წახვიდეთ, იმის გვერდით ფსკერია. ფსკერი აგერ რა რომ არჩევნების პერიოდი კიდე რას დაგავალებთ? რა იქნება შემდეგი აქცია? შემდეგი აქცია იქნება ქართველი ერის ერთმანეთზე დატაკების აქცია. ეს არის ბოლო გაჩერება, ხო? ქართველი ერი უნდა შეეჯახოს ერთმანეთს, რომ მე არ ილაპარაკოს ვიღაცა მიმონიშვილზე ცუდი. მე გამოვა წმინდა ბიძინა და იტყვის, რომ დაეიყოს მშვიდობა და მე გავწირავ ამისთვის ყველაფერს და მე გავიღებ ამისთვის ყველაფერს. და გააკეთებს რამოდენიმე კონტრტრიუქს დავესესხები, როგორც უყვარს ეს ტერმინი რუსული, მაგის დედას შევეციმე და გამოვა წმინდანი. და მე ადგება ეს პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები ირმა ყლინაშვილი, ეს თარხან ტრაფხან მოურავი და ხატს დაწერენ და ბიძინა იქნება ქრისტეს როლში, ღმერთო მაპატია ამ კრახელობისთვის, მაგრამ ესე უნდა თქვა, ესაა ჩვენი რეალობა, ხო დაწერეს იქ ხატები, კაცო. მორგოში აეყოლება თქვევით განმადიდებელი და ესა რა ქვია, თარხანა იქნება მაკურთხეველი ხელით. მეფე დავითის, ალაჰის, ქრისტეს შთამომავალი. სადამდეა ბიჭო ჩაძირული საწოდავი საქართველო. ჩემ დროს აი გულახდილად გეუბნებით მე ბავშვობა გავიარე მძიმე 90-იანებში ხო ომი გქონდა სახელმწიფოში და შეტაკებები და სად იყო დენი ლამპის ჭრაკი ლამპის შუნქსა და სანთელზე ვკითხულობდით წიგნებს რო გვინდოდა რა კითხვა და სწავლა გვიხდებოდა ამ პერიოდში მაგრამ პატრიოტიზმი იყო უფრო მეტი დღეს არის პატრიოტიზმის შიმშილი სრული ქვეყანაში კაცო ის თაობა ჩემი თაობა დაკარგული თაობა არის. და ახალგაზრდა თაობა არის თავისუფლებაში დაბადებული თაობა. მაგრამ როგორი თაობაა, იცი, რომელსაც საკუთარ ერში დასაყრდენი არ აქვს. გულახდილად გეუბნებით ამას, თითოეულ თქვენგანს ვეუბნები ამას, რომ აი თუნდაც იმ ფეხბურთელების თაობა შეხინეთ. ესენი თავისუფლებაში დაბადებული ხალხი, მაგრამ რომელს დაეყრდნონ აი ქართველი ერის სახე აჩვენეს ამ ბიჭებმა, მაგრამ ხედავთ რა მოხდა? მივიდა ივანიშვილი და ჩადო ფული მისი მინძური და ამდენი ადამიანის სენტიმენტი შებრუნდა სხვანაირად, ხო? ძალიან მძიმე ასაქმელია, როცა ადამიანს აქვს იმის უფლება მიცემული ერისგან, რასაც უნდა, სადაც უნდა, როგორც უნდა, ისე იყიდის. არ შეიძლება დღეს შენ საყდრისი დაანგრიო. არ შეიძლება შენ დღეს ოქროსაბადოს აჯდე და მერე გამოხვიდე და ერის სენტიმენტები იყიდო ქუჩაში. არ შეიძლება ამის გაკეთება რა. არ მინდა რა, მე მინდა მქონდეს სახელმწიფო. მე არ მინდა ვიყო ვიღაცის პიროვნული მადლიერი რა. იქნება ეს ივანიშვილი, სტრახანიშვილი თუ ვინც იქნება რა. ბორია, არ მინდა რომ ვიყო შენი მადლიერი, მე მინდა ვიყო ჩემი სამშობლოს მადლიერი. მე და ნებისმიერ ქართველს უნდა ასე იყოს. მინდა იყოს კანონი, იყოს სწორხაზოვანი ორთოდოქსული მიმართულების კანონი და ყველა პატივს სცემდეს ამას, ამ კანონს. ყველა ვიყოთ კანონთან მიმართებაში სწორი, ვალდებულებები გქონდეს სამშობლოს წინაშე, როგორც პატრიოტული, ისე მოქალაქეობრივი და იქ მთავრდებოდეს ყველაფერი. მე რატომ უნდა ვიყო ბიძინა ივანიშვილის მადლიერი? მე არ მესმის სახელმწიფო რო არსებობდეს დღეს ხო და მოქმედებდეს დაწერილი წესით, რასაც კონსტიტუცია ქვია, იმ ანტიკონსტიტუციურ ელემენტებს ხო თვითონ აღმოფხვიდა. და ვინ აძლევს უშიშროებას პოლიციას იმის და შეკვეთას, რომ ამ ადამიანებს შეუქმნას ესეთი სასათბურე პირობები იმაში ჩვენ ერში. არა, სვამ ამ კითხვას, კაცო. რას ქვია, არ დავსვა, მე რა მინდა ეხა ვიღაცა გამოყლევებულ ბუკიას იმას ველაპარაკო იზორიას და ვიღაცა ბუკიას თუნდაც ხო შექმნას თავისი მუტუ ტელევიზია და ილაპარაკოს იმ მუტუ ტელევიზიაში მარტვილის ტელევიზია ტურისტის ტელევიზიაცა რაც უნდა ისთქვას რაც უნდა ისაკეთოს როგორც ამბობს ხო კანონი თუ არის მოვიდა კანონთან შეუსაბამობაში მოკიდებს იმას პიროვნება კი არა კანონი ხელს და ამას შეხედავს სხვა მიხვდება რომ ეს ასე არ ხდება ძმაო ან კანონის შიში და ტერორი იქნება ქვეყანაში ტერორი არის შიშს ნიშნავს
სიტყვა ტერორი უნდა იყოს სახელმწიფოში კანონის ტერორი და არა ბიძინა ივანიშვილის ტერორი. ესეა რა. გეუბნებით. კიდევ ერთხელ ვამბობ ამას რა. არ შეიძლება ამ დონეზე რეგიონალური კუთხური ინტერესების წამოწევა ისეთი ფორმით, რომ ის დადგეს შენ სამშობლოზე მაღლა. ეს არის ღალატი. პირდაპირ ვიტყვი ამას რა. რა, ვინახართ, რომელი მეგრელი არის, იმაზე მაღალი და დიდი ადამიანი, როგორც ზუსტად გამსახურდია იყო. გეკითხებით, რომელი ხარ, აი რომელიმს მიგაჩნიათ თავი, რომ საქართველოსთვის მაგაზე მეტი ვინმეს გაგიკეტებიათ. ჯო, კონსტანტინე გამსახურდიამ რა უთხრა აფხაზებს. იმ ენის დედავატირეო, რომელი ენის დამწერლობის შემქმნელი ცოცხალი არის. ისე არ მოგივიდეთ თქვენ გამოყლებებულებო, თქვენ მაგ ვინც ახართ ეს შექმნილი მოღალატეთა კავშირი რო ხართ, ეს იზორიები და ასე შემდეგ და ისე მეცნიერს არ დააწერიო თქვენ მეგრული ენა. ქართული ენა რო არ არსებობდეს, რა ენაზე დაწერდით? რა ენაზე დაწერდით? ჩამოდით რა ძირს, ჩამოდით რა, იქონიეთ ზღვარი. იქონიეთ ზღვარი, კიდე ერთხელ გეუბნებით იქონიეთ ზღვარი. საქართველოში პატრიოტი ბიჭების დეფიციტია. ზოგი ციხეში იქნა ჩაგდებული, ზოგი დევნილი არის. ზოგი სხვადასხვა პრობლემას შეატაკეს. ქართული ოცნების მთავარი მიზანია ნებისმიერ ქართველს დაუკარგოს პატრიოტული ბრძოლის უნარიანობა. ეს მათი მთავარი ამოცანაა. მათი მთავარი ამოცანა არის პირადი კეთილდღეობა. იქ დადონ ფოტოები გაავრცელონ კალაძე, აგერ ივანიშვილის შვილთან, იმას უფროს ვერ აჩენს, ახლა ის ბერაროა, იმან დიდი ჩაიჯვა. და ახლა ეს პატარა ნაბიჯვარი ყავს გამოგდებული, ის თეთრი მაიმუნი იმაში, რა ქვია, როგორ გადახვიეს გერმანიაში ხელი, როგორ დადიან რა, მსოფლიო ჩემპიონატზე, ევროპის ჩემპიონატზე და მაგარი ბიჭია რა. და ამას უნდა უყუროს ერმა და უამრავმა გაუბედურებულმა ოჯახმა საქართველოში. და ვიღაცა მე ამგეს ოჯახებს და დედის მუტყეს რო შეაგინებს, პრეტენზია ექნებათ. ვლაპარაკობ ისე, როგორც მიმაჩნია სწორად და როგორც იმსახურებთ თქვენ. არ მოგწონთ, კი ბატონო, ყველას თავისი თქვენი გზაგროთ რა. აქეთ თურქეთია შემოსული ნახევრად აჭარაში. შეხედა, აიღეთ ბიჭო, საქართველოს რუკა უამრავმა. შეიძლება არც იცის რა გეოგრაფიულ ან პოლიტიკურ რუკაზე. შეხედეთ პოლიტიკურ რუკაზე. შეხედეთ რეგიონების მიხედვით რა გამოწვევებია ქვეყანაში. ძალიან მარტივად. აგერ აჭარა შეხედეთ და თურქულ ინტერესს შეხედეთ. პირდაპირ რო არ მოდის და არ გვასობს ხეს და არ მიაქვს ტერიტორია ესე არ არის რა. თურქეთს სხვა ინტერესებია გაჩენილი. თურქეთი იბრძვის თავისი ენით, თავისი ფინანსური რესურსებით, თავისი მიმსიდველობით, ეკონომიური მიმსიდველობით. ნახევარი აჭარაზე მეტი, ნახევარი აჭარაზე კი მთელი საქართველოს ამის. თუ მე გარბის თურქეთში, იმიტომ რომ იმუშაოს და რაღაცა ელემენტარული შეიტანოს ოჯახში. ამისთვის თურქეთი თავის კონტრიბუციას ითხოვს. ესაა თურქული სერიალები, ეს არის მისთვის ახლა ბევრს არ მოეწონება, მაგრამ ფაქტია რა. საქართველოში მუსულმანური რელიგიის გაძლიერება. ყველა მუსულმან შემოელოს ჩემთან მე მეგობრები მყავს მუსულმანები, ჩემ ჯარისკაცებს მე ბევრჯერ მეჩეთში წამიყვანია ისინი, რომ იქ ელოცათ და პატივისცემა რელიგიების მიმართ მე ვარ ძალიან შემწყნარებელი ადამიანი და ყველა რელიგიას პატივისცემი. ყველა რელიგიას და არა სექტას. მაგრამ თურქეთი ახდენს რადიკალური ისლამის სახალისებას საქართველოში. ეს არის სერიოზული პრობლემა. და აიღეთ აგერ რა შედეგი ამ ყველაფრის, ამას ხო მონიტორინგი არ უკეთდება რა. აგერ ქართველმა ბავშვებმა ამ თურქული სერიალების მაყურებელი თურქული სახელები იციან ვიდრე ქართული უკეთესად კაცო. უკვე შეიქმნა სენტიმენტები მათთან მიმართებაში. სწორი ანალიტიკით მიდის იმ ქვეყნის დაზვერვის სამსახური. შენ გითხრის აგერფეს, შენ არ აქვს დაზვერვის სამსახური, იმ ქვეყნის რა ბრალია. ელოდება დიდ გეოპოლიტიკურ გადანაწილებას, რომ ადგეს და შეიხვილიფოს აჭარა. რა ვერ გააკეთებს და გაუჭირდება? აგერ თავის რუკაზე ქონდა ბათუმი შემოხაზული. რა აქვს? ცოტა ქვევით?
წაღებული ტერიტორიები, აბა ქართული ისტორიული ძეგლები რომელი მიზეზია, გეკითხებით. და არ გააკეთებს ამას თურქი? თუ რა, მათი ძველი ხალხური ანდაზა არა, თურქული ძველი მტერი მოყარედ არ გამოგადგებაო. დაფიქრდით ამაზე. აჭარასთან ეს უბედურება ტრიალებს. აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთად წოდებულ ცხინვალთან საერთოდ არაფერს არ ვლაპარაკობ რა, რომ მოუნდეთ იქედან 10 წუთში გადაგვიკეტავენ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს. რამდენი კილომეტრია საზღვარი? მანქანიდან რო გადაციო ხელს მიადებ. ცენტრალური მაგისტრალი. ახლა გვაკდა რა, ამგერმა დაიწყეს შხურტული ანტიქართულად. და ეს იქნება მისაღები. არა ბატონებო, ეს მისაღები. არა ეს მისაღები. ესაა დიდი პრობლემა. ყველას ვინს უყურებს ამას კიდევ ერთხელ მოიწონოს ეს ვიდეო ჩართვა. გააზიაროს და სხვასაც მისცეს იმის საშუალება რომ უყუროს, იმიტომ რომ ჩვენ ვიმყოფებით სერიოზულ საინფორმაციო ომის პირობებში, სადაც ინფორმაცია არის დახურული. და ესეთ ინფორმაციას ან არ მოგაწოდებენ, ამაზე ლაპარაკი არ წავა. ყველა ეგრეთ წოდებული მედია საშუალება არის პოლიტიკური ტრიბუნა საქართველოში. რატო გიკვირთ, რომ ვიღაცა გამოსირებულმა ირაკლი ბუკიამ შექმნა ტელევიზია, მარტვილის ტელევიზია, მუტუ. არა, ამას მე კარაგმულად ვამბობ. არ ვიცი რა შექმნა, ტელევიზია შექმნა თუ TikTok ვიდეო შექმნა თუ რა შექმნა, არ ვიცი. საერთოდ ბიჭო, უშიშროების სამსახურები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები. იმას კი არ ნიშნავს, რომ ვიღაცისთვის საფრთხეა, მაგრამ ამ ყველაფერს ანალიზს უნდა უკეთებდეს, თმაო. ამ ყველაფერს უნდა უჯდეს, მათ გვერდზე რა ხდება, როგორ სინთეზში იმყოფებიან სხვებთან, ვისთან რა კავშირები აქვთ, ვისგან რა დავალებებს ღებულობენ, ვინ არის ის საზოგადოება, რომელიც ასეთ მოღალატეობრივ ჯგუფთან ბუმულში იმყოფება, როგორი საკითხები ჩემოდიან საზოგადოებაში, როგორ შემაშფოთებელი ინფორმაციებს იძლევიან. აბა შენ რისთვის იღებ მაგ ხელფას, ბიჭო, როზი ხარ? გეკითხები, აი მუშიშროების მინისტრს ვეკითხები, მუშიშროების განყოფილების ანალიტიკური სამსახურის უფროსებს ვეკითხები. აბა რისთვის ახარ? მარტო რომ გამოდგე და გაიცინა მაგამახლებებული, არ არის ასე, ძმაო. არ არის ასე, ასეთმა დამოკიდებულებამ მიგვიყვანა ჩვენ საქართველოს ორი ძირძველი მიმართულების ოკუპაციამდე. და ქართველი ერი აღმოჩნდა მსხვერპლი ამათი ძალადობისა. და მე ისე გამოვიდა, რომ ჩვენ გამოვედით მოძალადეები და დღეს ჩამჯდარა ეს ნაბოზვარი იურა ღვინჯილია ვიღაცა. მე რა უნდა უთხრა იმაზე მაგრად, რაც მაგას ლევან ღვინჯილიამ უთხრა. მე რა უნდა უთხრა მაგრად. და სწორად. გინდა ლინგვისტური შეხედულებით და თუ გინდა კაცური შეხედულებით საკუთარ მოგვარის გაცა ისეთი პასუხი როგორიც იყოს საჭირო. ცუდია თუ ნანახი არ აქვს, მაგრამ ანალიზი გაკეთება შეიძლება. ანალიზი კეთდება ასეთი ესენი არიან ქვეყნის მოღალატეები და ქართული ოცნება თავისი უშიშროების სამსახურით იმყოფება ამათთან კონტაქტში, კოლაბორაციულ კონტაქტში და ახალისებს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ასეთ შეგნებულ ღალატს. მე მაქვს თხოვნა ნებისმიერი თქვენგანის მიმართ, მე მაქვს თხოვნა ნებისმიერი ქართველი ადამიანის მიმართ, ვინც მოისმენს ამ ჩემს გამოსვლას. რომ გააგებიოთ ყველას, აბსოლუტურად ყველას, რომ არიან საქართველოში ისეთი დაჯგუფება, რომელიც ითხოვს სამეგრელოს სახელმწიფოებრივ აღიარებას და მეგრული ენის გაძლიერების მოტივით საქართველოს საწინააღმდეგოდ მოქმედებებს. კონკრეტულად რა ზუსტად გეტყვით, აგერ რა ხდება. გამოვა ეს ღვინჯილია, მოითხოვს ამ სამეგრელოს დამოუკიდებლობას. უკვე ითხოვს. აქედან გამოვა ის იზორია და მოითხოვს მეგრული ენის წინ წამოწევას და რეგიონალური ენადგცევას და იქეთ ვიღაცა დაუძახებს. მე რაღაცა თუ თავარი ენა არ არისო, რეგიონალურს მაინც არ გვაძლევენო. ამგენმა უკვე ქართული ენა ტუალეტში ჩარეცხეს. და всё, სახელმწიფო გვაქვს, ტერიტორია გვაქვს, მარგალუნა არისო, აგერო მარგალუნაო, ესო ჩვენი ტერიტორია, ჩვენო ვარდო მარგალებიო, ესენი არიან მარგალუნაო.
ჩვენი მშობლიური ენა არისო მეგრული. აი იმ მეგრელის დედას შევეცი, რომელიც ქართულს არ უძახის მშობლიურ ენას და ესე აფურთხებს ჩვენს ენას, რომელიც რეგიონალური თვალსაზრისით კი არა და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით კი არა, მსოფლიოში უნიკალურია, კაცო. და ზუსტად ქართული ენის საწყისებში იყო ის სვანური ენა, ის მეგრული ენა, ის ლაზური ენა. ბაზისური წარმონაქმნი არის ქართული ენა ზუსტად ამ კულტურის, ამ შემოქმედებითი სინთეზის, აბა როგორ? აბა რანაირად? ბიჭო, ფარნავაზის პირველი გვერდში მდგომი ქუჯი ერისთავი არისო? არისო ქუჯი მაშინ ფარნავაზზე ძლიერი? ხო და რატო გადაწყვიტა ისტორიულ ფაქტს ვალაპარაკობ, ხო, რატო გადაწყვიტა მაშინ ქუჯი ფარნავაზის გვერდში დგომა და რატო დაიყენა თავი ფარნავაზზე დაბლა. რო არ ყოფილიყო ქუჯი ფარნავაზი ხო თავის გეგმებს ვერ განახორციელებდა. ეს ხო რეალობა, ეს ხო ისტორიული მომენტია, რადგან თქვენ გიყვართ ისეთ ისტორიაში იქეთ ლაპარაკი, ხო? და ახლა მე აი ამ მოღალატეობრივ ჯგუფს ვეუბნები, მე თქვენ დედას შევეცი რა, ქუჯი ერისთავზე დიდი კაცები ხართ თქვენ და პატრიოტები ხართ თქვენ, თქვენი რეგიონალური კუთხის, ენის, ერის და კულტურის. და რა წერია იქ და არ გაიხსენებოდა ენა ქართული შინა თუნიერ ქართულისაო როა ნათქვამი. იმან განარცო ენა ქართული ხოცა გიკითხიათ ეს ფარნავაზე რაც არის ნათქვამი და როც წერია იქ. აი ასეთი უტვინოები მე მიზახის უტვინოს ეს გამოყლევებული ის არა ხო ზუსტად ასე ვიტყვი მაგაზე. ეს იზორია რომ აი ენი ტიტვია აი პეტერე ნატამალი არ გიდევს თავში მე მეუბნება. და ამას ვერ უყურებთ თქვენ დედაატირებულებო? ამ მოცემულობას ვერ უყურებთ? მე ხა ამაზე რატო ვლაპარაკობ, იცი? ამაზე იმიტომ კი არ ვლაპარაკობ, რომ ვიღაცა ბუკიას, ვიღაცა იზორიას, ვიღაცა გამოსირებულ დაჯგუფებას რაღაცა იქ რაღაცა პასუხზე, მაგრამ კიდევ ერთხელ თავიდან ბოლომდე ვფატრავ საქართველოს მოღალატეთა კავშირს სახელმწიფო უშიშროებაში და ივანიშვილის მანკიერ რეჟიმს. აი ესაა სიმართლე. ეს არის სიმართლე. არისო ივანიშვილი, იყო სააკაშვილი, ჩაათრევდა მის აგენტ ნაბუზვარ სანდრას, ამღერებდა მეგრულად ნანა მანა დიდოუნანა, ხიბლავდა ამ გამოყლევებულ ტიპებს. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ლაპარაკა პრეზიდენტის ცოლია მეგრულად მღერის, გააღვივებდა იმ კუთხურ ეთნოსურ პრობლემებს. აუ ვინ თუ არა ჩვენი მიშა გრიშა გადამრჩენელია, ეს სიტყვა და ბებია მყავდა, ლაზი მეგრელი, ის ასე იზია მოუსვებდა ხელს ქართულ პრობლემებში. ქართული პრობლემებია, აბა მიხეილ ზაგაშვილს კი არ წაუღია მაიამის დაჭაზე. პრობლემა ჩვენ დაგვრჩა. და ეს პრობლემა იცვლება ხელისუფლებები, მაგრამ არ იცვლება ჩვენი პრობლემები, ქართველი ერის პრობლემები. და ვიღაცას მე სიმართლე არ მოეწონება, აბა რაზე არის ლაპარაკი. რა ამას წინათ მქონდა რა ამ თემაზე ლაპარაკი. რო შევხედი ამ საზიზღრობას და რამდენ მეგობართან დავრეკე, რომელიც მეგრელები არიან, არ ვიცოდით, რომ ეს დედამოწყლები ესეთი მართლა არის, არ ვრცელდება ინფორმაცია. ასე მიზანმიმართული ინფორმაცია არ იკრიბება და არ ვრცელდება. როგორ აკეთებენ, იცი? ამას ქვია ჭადრაკული მეთოდით ინფორმაციის დადება. რომ იმ სივრცეებში აზღერებენ, სადაც მე ეს პროვოკაციის სახით იქნება გამოყენებული. თუ არა გლობალური ფორმით, ამან რომ მიიღოს შეხედულება თავის ფორმით, ხო? ნაზე მოუწევთ პასუხის გასცემა, რა თქმა უნდა. არ არის საქართველოს ვალდებულებები აიღო, რისი ვალდებულებები აიღო? რისი ვალდებულებები აიღო? იმისი რომ მეგრული ენა იქნება სახელმწიფოებრივი ენა. და თქვენ იქნებით ამ მეგრული ენის მეგრულ ენაში გადაცმული ნაბოზრები ჩვენი სახელმწიფოების დანგრევის და ჩაშლის მოტივი ჯერ ერთი აი ეს ხო გასაგებია ეს ბუკიები და ეს ღვინჯილიები და გამოსცირებულებები რა ვინც არიან რა გვარზე კი არ ვლაპარაკობ მაგრამ გვარში მოძებნილ მოღალატეებზე და იქეთ ელაპარაკებიან იაგო ხვიჩიას და გირჩელებს აუ ის ძალკე პრობლემა არის კიდე რა
ეს იაგო ხვიჩია, არავინ არ იფიქროთ, რომ ნაციონალური მოძრაობის კლიშია. ის უბრალოდ ნანაცარი ვირთხა არის, გამოსული იქიდან ივანიშვილის ტრაქში შემძრალი კოცი, თავიდან ბოლომდე ტიპი არის კოცების პროვოკატორი. პატარა ბიჭი უნდა რო ყავთ რა, ხელის ბიჭი, ჩვეულებრივ ისეთი პროვოკატორი არის. ეს იაგო ხვიჩია. და ამას იმაში წერს პირდაპირ ლაივში ეს ირაკლი ბუკია, ტელევიზია მუნტუს შემქმნელი. Ро მეგრულიანასო მიენიჭებაო თუ არაო სტატუსიო სახელმწიფოებრივიო და რეგიონალური მეგრულიანასო და ის უცემს იქიდან ხვიჩიას ცემს პასუხს ბუკიას ამგენის დედა შევთხარი ორივეს მეო კაცო შენ დაპირება მოგეციო მე შენ დაპირება მოგეციო როგორც ყო ჩვენ მოგვეცემაო ესო საშუალებაო იმ წუთასო სახელმწიფოებრივ დონეზე ავწევთო ამ ამბებსო ის ერთი აძლევს მეორეს დაპირებას, რომ ერთი მოღალატე მეორე მოღალატეს აძლევს დაპირებას, რომ ყველაფერი კარგად იქნება, საქართველოს რო ჩაიძირება. აზია ლაბარაკი, ეხლა ვიღაცა ბუკიას და ღვინჯილიას და იზორიას სოროში გამოეკიდება უშიშროების სამსახური კი არა, აგერ პარლამენტში მოღალატე უზით, ბიჭო, მოღალატე უზით, იაგო ხვიჩია, ამის დედა შევეცი, ქართული ჯარის მტერი უზით სათავეში, ქართულ ოცნებას და ბანდას. და მე გამოვდივარ და რაღაცა ისე გამომდის, რომ ეზოთერიკულ რაღაცა ღირებულებებზე ვლაპარაკობ და რაღაცა თემებზე, რომ მივლი სახელმწიფო იმუშავებს და ამგეს გაანეიტრალებს. მოღალატე უზით პარლამენტში კანონდებლად. აქ ვიღაცამ დაწერა შენი ჭირიმე რა. ლაზარე, როდისო იქნებაო ისო რომ ჩავათო საქართველოსიო. როდესაც მაგი იქნება, მე შემიძლია ერთი დაპირება გავცე რა. თუ ოდესმე მაგი იქნება. და მაგას შევძლებთ ჩვენ ღირსეული ქართველები ჩვენი სახე და ღირსება დავიბრუნოთ. მე არ მაქვს პოლიტიკური ამბიციები. მე არ მსურს პარლამენტში ჯდომა, მე არ მსურს თანამდებობაზე ყოფნა. აბსოლუტურად მეყოფა ეს პლატფორმა სოციალური და საზოგადოებრივი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს კოლექტიური მოღალატეები ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის. ეს იაგო ხვიჩია, ეს იზორიები ეს მიგის კარდავები ახალაიები ახალაიებთან მიმართულებაში მე კიდე ბევრი სალაპარაკო მაქვს. უბრალოდ ამ ლაივში ვერ ჩავეტევი. და ეს იურა ღვინჯილიასნაირი დედამოწყრულები ძალიან დიდი ხნით ამოუკეტო ქართულ მართლმსაჯულებაში. შესაბამისად თავიანთი ბრალის მიხედვით. და ეს უნდა გახდეს სამაგალითო. მისთვის ვინც ქართულ ენას, ქართულ კულტურას, ქართულ საზოგადოებას დაემუქრება. ეგრეა. და გასაგონად ვიტყვი, აგერ რანაირად პოზაში და ზარ უნდა დაჭრათ რა. რას ვიტყვი, იცი? არ არსებობს სამეგრელო ქართველი კაცის, ქართველი ერის, ქართული ღირსების გარეშე. და არ არსებობს საქართველოს მეგრული ღირსების, მეგრული კაცის, მეგრული ენის გარეშე. აი მტრებს, ვინც შეეცდება აი ამ ჩემი გამოსვლის გადაყვანას ინფორმაციას, რომ შენ მეგრელებზე ცუც ამბობ. აი ამ ნაბიჯურების მიმართულებით ვიტყვი, ვინც ამას გამოეკიდება, რომ არა შენ მეგროლზე ამბობ ცუც და მეგრულზე ამას იყენებ, რომ მეგრელებზე ცუდი თქვა. აი იმ ნაბიჯურების გასაგონად ვიტყვი ამას რა, არ არსებობს საქართველოს მეგრული კაცის, მეგრული სიტყვის, მეგრული კულტურის და ღირსების გარეშე და არ არსებობს სამეგრელო ქართული კაცის, ქართული ენის, ქართული კულტურის და ქართული ღირსების გარეშე. აქამდე ჭურში იჯექით, ვერ ხედავდით ამ პრობლემებს? და შენ სად იყავი? სირგო ბანძაზე მეუბნება ამას. შენ სად იყავი, ჯიგარო? მე თუ დაინახე, შენ რატო არ გადამისწარი წინ და რატო არ ილაპარაკე ეს ყველაფერი? მაშინ გამაგებიე, შენ სად იყავი? მე როცა შევნიშნე ეს, როცა დავინახე. მაშინ ავდექი და ჩემი სიტყვა და ჩემი სათქმელი ვთქვი და შენ სად იყავი, სირგო?
შენ გამოდიხარ და მე მიგებ შან, სად ვიყავი? აქა ვარ. და შენ თუ ხარ, მაგ სად ახარ? აი ხა რა უნდა ვილაპარაკო, რა ზვიად გამსახურდიაზე წერს ცუც, რა ზვიადმა წამოიწყო. აი ზვიად გამსახურდიას საფლავის მტრის ღირსი არ ახარ თქვენ აძილები. ზვიად გამსახურდიამ თავგანწირულმა ერისთვის კაცმა. შეცდომები ყილება ყველგან იყოს და ყველას კონდეს. მაგრამ ეს ადამიანი რა, თავისი ცხოვრების წესით, თავისი თავგანწირვით რა არის ჩვენ მისამბაძე ხათი უნდა იყოს. პირდაპირ გეტყვით რა. აბა ვისი ხათი უნდა მქონდეს სახში? გახატება და გაკერბება არავისი არ მინდა, მაგრამ ხატად და მსგავსად თუ არ გავიხადე, ჩემი ზვიად გამსახურდია, ხო? ჩემი ეროვნული სიწმინდის. აბა ვინმე დავით არხალმოურავი და ირმაინაშვილის ხატი დავკიდო სახში? კი, არის მერაბი და ზვიადი არის ჩემი ქართული იდეის შემოქმედები. არის, ნამდვილად არის და მე მივესალმები ისეთ საქართველოს, სადაც მისი შემადგენელი ელემენტები დაწყებული სპორტიდან დამთავრებული ჩვეულებრივი რიგით კაცამდე, ხო? ისე კი არ იქცევა რა ორმაგი სტანდარტებით ვიღაც. კაშიამ რო იკადრა, ჯერ მეტრაკეების დრო შედაიხატა ხელზე და მერე წმინდა გიორგი. ესე კი არ იქცევა. არამედ გულით და სულით ქართველია. და როდესაც მე ამ დონეზე მივალ, ანუ მე რიგითი ქართველი, არა კონკრეტულად ჩემზე, არამედ ვამბობ მასაზე რა. და მივხვდები რომ ზუსტად ეს არის გამოსავალი ამ სიტუაციიდან რა. ერთგულება, რწმენა, ურთიერთპატივისცემა, თანასწორობა. ხო? თუ მე აი ამ ყველაფერ ნიშნულს დავიჭერ საზოგადოებაში და დავიკავებ, ხო? მაშინ მე ჩავთვლი რომ მე ჩემი მისია მივაღწია და გავიტანე და გავაკეთე. რა თქმა ახლა მე სხვისი რაღაცა ლაპარაკი რომ რა უნდა იყოს და როგორ უნდა იყოს. მე ქართველს მეშლება ტოლერანტობა? მე ქართველს მეშლება სხვისი ერის და სარწმუნოების მიმართ პატივისცემა? არ მეშლება რა თქმა უნდა. ამიტომ გამოვდივარ აქედან, ყოველთვის როცა გამოვდივარ მე ამ ყველაფერზე ლაპარაკი. სამწუხაროდ არიან ადამიანები, ვისაც საკუთარი ქვეყნის ისტორია არ აქვს შეგნებული და რა უნდა ველაპარაკო იმაზე, რა ქვია. არის ძალიან დიდი განსხვავება. შენ არ დაინახავ ამ განსხვავებას, არ დაინახავ ამ განსხვავებას. დამოკიდებულია ეს პირადად შენზე. როგორ შეძლებ შენ ამ რეალობის აღქმას? თუ გინდა დაინახავ ამ რეალობას, თუ არა და სახარებაში აქ ნათქვამი უფალს ბოლო ჟამსო თვალები ექნება და ვერ დაინახავენო და ყურები ექნება და ვერ გაიგონებონა. ესეთ ტიპებზია აქამდე ეს ყველაფერი ნათქვამი რა. აი სხვა რეალობა ვინ მოგვაწოდებს, აბა ვინ გვეტყვის სხვა რეალობას უკეთეს რა ვიცი. ვერა ჯერჯერობით ესეთი რეალობის მომწოდებელი რეალობის შემქმნელი არა. საქართველოს იმ დონეზე დაცემული სახელმწიფოა რა. აი ამერიკის შეერთებული შტატების რომელიღაცა განყოფილების უფროსები ყავს ეროვნულ გმირებად აღიარებული და გადავხედოთ რა ჩვენში და ისტორიას ცოტა და კონდეს რეაქცია ესეთ ამბებზე თუ არა მარტო ფეხბურთის თამაშის დროს კივილი საქართველოსი ეს არ არის მომცემი ეგა просто ურაპატრიოტიზმი რა კარგია რომ გვიხარია ჩვენი წარმატებები სპორტში და ყველგან მაგრამ ჯობია რომ ეროვნული მოტივებიდან ამოვიდეთ და თუ გვექნება ეროვნული მიდგომები და ეროვნული სტანდარტი შექმნილი ჩვენ საზოგადოებაში მე გვექნება ყველაფერი ძლიერი. მე არ მინდა რომ ყველაფერს კონდეს ეფემერული ხასიათი, რაღაცა გამოჩნდა და რაღაცა გაქრა. აი ეგ არ მინდა ზუსტად რო იყოს. ასეა შემოკარგებო. დღევანდელ დღეს მე მინდოდა ამათთვის ასე სამაგალითოდ საჯაროდ ესეთი პასუხი მიმეცადა ეხა 2008 წლის ომის დროს სენაკში მსახურობდი საზეიმთო სარაკეტო დანაყოფში და რუსები რო შემოვიდნენ აი ამ ასეთმა პროჭმა ტიპებმა ზუსტად რა პირველი გაუფინეს ტანკებს რუსული დროშა და დახვლენ პორმალინით რო იცოდნენ რა ახლა დღეს გამოდიან და აგარ მეგრული ენის ღირსებაზე ლაპარაკობს ქართული ენის და მეგრული ენის მტრები რეალობაში რა და მოგვიწოდებს ჩვენ ვინა ვართ და როგორა ვართ და რანაირად ვართ ეს უნიჭო მონტაჟისტი ვიღაცა ბუკია გამოსირებული TikTokeri. ეს ნაძირალა. უნდა ვილაპარაკო მე ახლა ამგენზე საუბარს აღარ ვაპირებ, მე დავასრულე ამ ყველაფერზე ლაპარაკი. დალში მე შევხედავ რა, რაღაც ღონისძიებები იქნება მისაღები ეს ყვინჯილია რო იძახის
ღვინჯილია და იზორია რაღაცა ღონისძიებების გაკეთების უფლებას მოგცემსო ჩვენო თუ ეს მეგრულიანაო ავწიეთო ცოტაო ზევიდე და სახელმწიფოებრიობაო იქო პატარაო რაღაცა ხო და მე იქნება რაღაცეები გასაკეთებელი ამათთან მიმართებაში ოფიციალურად რა ეგრეთ წოდებულ საშიშროების სამსახურთან ქართული ენის და ივანიშვილის ტრაკილოკია უწყებასთან რა უშიშროების სამინისტროზე მაქვს ლაპარაკი ტოტალური მხილებაა საჭიროა ამათი რომ ამ ყველაფერზე რეაქცია იყოს გამოხატული რა ნებისმიერი ქართველიდან თუ არა ეს ასე არ წავა ეს ჩვენ საბოლოოდ გამოგვითხრეს ერთხელ იქნება ძირს და ჩაგუძირავს რა და თუ ამ ხალხისგან ნეიტრალება მოხდება ეხლა პრევენციულად ასე უნდა უყურებდეს ამ ყველაფერს ანალიტიკური სამსახური უშიშროებაში დეპარტამენტი სხვადასხვა ის ანალიტიკური დეპარტამენტი სადაც ამ ისა ვიღაცა ბოზი რო ყავდათ ლელაჩიკოვანი მუტელი რა სულიანმა დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი რა თავდაცვის სამინისტროში რო დანიშნეს პოლიციის მაიორი და იქ რო პირდაპირ გენერალი რო გახდა იმის შვილი ყავდა ჯერ უშიშროებაში ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში მერე უშიშროების ანალიტიკურ დეპარტამენტში და გირაკლი სესიაშვილის 25 წლის დუჩუნა უფროსად ყავდათ იქ დასმული და ჯარმოუხდელი ტიპი რა და ახლა ხო წარმოგიდგენიათ ყველაფერი სადა არის ნულზეა წასული მაგრამ ამას უნდა უყურებდეს სპეცსამსახური ცოტა სხვა კუთხით სხვა შეგრძნებებით და უნდა იცოდეს რომ სახელმწიფომ თუ სადმე წაიბორძიკა ტერს არ უნდა კონდეს იმის საშუალება რომ ჩვენი ქვეყნის გულში ყავდეს მომზადებული კოლონა რა იმისთვის რომ მოახდინოს თავისი ინტერვენციის და ღონისძიების გაკეთება და ეს ქვედანაყოფი მზად არის რომ ეს მაგარი მომზადებულია და ჩვეულებრივ ემზადება დარტყმისთვის რა და ესენი გასანეიტრალებლებია სახელმწიფო დონეზე და მე ნუ თუ ამას არ გააკეთებენ უკვე გასაგებია მე მithქვამს შენი მithქვამს რა და მე ოფიციალურად ამათთან მიმართებაში დაიწყება მხილების სხვადასხვა ეტაპები რომ ამათ გაურთულდეთ ცხოვრება და სახლიდან რომ გამოვლიან უნდა შერწყოთ მეზობლის მეგობრის ნათესავის ნაცნობის და ყველას დანახვა ამ დონეზე უნდა მივიდეს ამათი ყოფა თორე საქართველოში რომ დაძაბულობა მოხდება საქართველოში დაპირისპირება მოხდება საქართველოში რომ სერიოზული პრობლემები იქნება ამაზე ნუ ვიდავებთ ეს აგე რა ამ საარჩევნოდ ეს პროცესი დაემგონება ჯოჯოხეთს ეგ არის ჩემი ინფორმაცია და ამას ნუ შეხედავთ ყველა აგდებით იმიტომ რომ ერი არის რადიკალიზირებული და ყველას იარაღზე უდევს ხელი მე გულისხმობ პოლიტიკურ პარტიებს ამით არ უნდა ისარგებლოს იმან ვინც ჩვენს ერში მოამზადა ქვედანაყოფი ინტერვენციისთვის კიდევ ერთხელ ვამბობ იმ დონეზე ვლაპარაკობ ამას რა დონეზეც ამაზე მიშვებს სალაპარაკო უფლებები არის საკითხები რომელზეც მე არ ვლაპარაკობ გმადლობთ კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას მოუწოდებ ყველას რომ გამოიწეროს ეს ვიდეო ბლოგი, მოიწონოს ეს ვიდეო ბლოგი, რომ ბევრმა ნახოს და შეხედოს ბევრმა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ბოლოში ვიტყვი, ჩვენ ვიმყოფებით საინფორმაციო დივერსიაში. სიმართლე საქართველოში ჯერ არ უყვართ და მე ძალიან ცუდად ვვრცელდება. გმადლობთ ყურადღებისთვის, გისურვებთ წარმატებას. დალოცვილი იყოს ქართველიერი, გაძლიერებული იყოს ქართველიერი და ქართული ენის დიდება იყოს აწდა მარადის უკუნითიდან უკუნისამდე.